დედამთილი უხეშად ერევა ჩვენს პირად ურთიერთობაში, არაერთხელ დაველაპარაკე, თუმცა აზრი არ აქვს საუბარს. ასევე ბავშვის აღზრდაშიც ერევა, რაც არ მომწონს. საკმაოდ აქტუალური თემა ამბობ დროს ჩემს ბლოგზე და ამ ვიდეოთი მინდა ერთი რაღაცის თქვა. არ აქვს მნიშვნელობა ეს დედამთილია, მამამთილია, სიდედრეა თუ სიმამრეა. როდესაც წყვილს გაქვთ უშუალოდ პირადი საზღვრების დაცვის პრობლემა, თითოეული თქვენგანი ელაპარაკება საკუთარ მშობელს და არა პარტნიორისას. ანუ, როდესაც სიდედრე და სიმამრე უხეშად ერევა ბავშვის აღზრდაში ან პირად ურთიერთობაში, ამ შემთხვევაში ცოლი უნდა მივიდეს საკუთარ დედმამასთან და უნდა აუხსნას პირადი საზღვრების შესახებ, უნდა დაელაპარაკოს. როდესაც დედამთილი და მამამთილი ერევა, ამ შემთხვევაში ქმარი უნდა მივიდეს დედასთან ან მამასთან და უნდა აუხსნას პირადი საზღვრების შესახებ. ეს ახსნა არ უნდა იყოს, იცით როგორი, ნუ ერევი, შენ ვინ გეკითხება და ესე შემდეგ. არა. ეს უფრო მეტად გამწვავებს სიტუაციას, ხო ესეა? აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ თქვენ ხართ ზრდასრული ადამიანი, გსურთ რომ იყოთ დამოუკიდებელი, დამოუკიდებლად გადაჭრათ თქვენი პირადი პრობლემები და ასევე ბავშვთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა აქვე უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ მშობელი არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი და ის ძალიან გიყვართ და თუ ოდესმე ცხოვრებაში რაღაცას ვერ მოაგვარებთ, პირველი ადამიანი, ვისაც სთხოვთ რჩევას, იქნება უშუალოდ თქვენი მშობელი. ანუ მსგავსი საუბრით არ გააუფასურებთ ადამიანს, არ გააღიზიანებთ. შეეცადეთ რომ ისაუბროთ მე შეტყობინებით. ანუ იცი რა, მე უხერხულად გრძნობ თავს, მე ვიძაბები, მე მექნება პრობლემები თუ გით მეუღლესთან, მსგავსი ჩარევის დროს. შეეცადეთ რომ ნაკლებად შეეხოთ უშუალოდ პიროვნებას, მაგალითად დედას ან მამას, რადგან დარწმუნებული ვარ მათთვის ეს ძალიან საწყენია და შეეცადეთ ეს საუბარი იყოს ისეთი, რომ საბოლოოდ რაღაც შედეგი მაინც დადოს. საბოლოოდ ადამიანამდე მიიტანოთ ის აზრი, ანუ თქვენს დედიკომდე და მამიკომდე მიიტანოთ ის აზრი, რომ თქვენ ხართ ზრდასრული პიროვნება, რომელმაც უკვე შექმნა ოჯახი, ყავს საკუთარი ცოლი, შვილი და რამენერად თვითონ გაუმკლავდება არსებულ პრობლემებს.